კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონებო. მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. დღეს სხლის სამუშაოებს ვატარებთ, საგაზაფხულო სამუშაოებს, რომელიც ჩვენს ხეხილოვან კულტურებს ამ შემთხვევაში მსხალს ყოველწლიურად ინტენსიურად ჭირდება. სხლის ბიოლოგიაზე რა ვილაპარაკოთ, მსხალი ისეთი ბიოლოგიის კულტურაა, რომელიც აპიკალურ დომინირებას, ესე წოდებულ აპიკალურ დომინირებას მკაცრად გამოხატავს. ეს რას ნიშნავს, რომ ეს კვირტები, რომელიც ყლორტის ბოლოებშია, ტერმინალური კვირტები, უფრო მეტ კვებას იღებენ. ჩვენი ბაღი ახლა არის 6 წლისა, შესაბამისად შედის რეგულარულ სხმაში, სტანდარტული ოპერაციები გვექნება გასაკეთებელი სხლაში. იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს შტამბი და ძალიან მომწონს ეს შტამბი, იმიტომ რომ დაცულია ის მიწის ზედაპირიდან 60 სანტიმეტრამდე რომ ტოტი არ გვაქვს. სიმაღლე სტანდარტულია, კარგია. ვარჯსაც როგორც ვხედავთ, უკვე ჩამოყალიბებული დედა ტოტები აქვს, სხმოვიარი ტოტები აქვს და ლიდერი ძალიან კარგად გრძნობს თავს და მართლა ლიდერობს, რო იტყვიან, ძალიან მაღლაა წასული. ეხლა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ლიდერი რამენაირად დავიმორჩილოთ, რომ აღარ გვინდა მეტი ზრდა. გასვლას ვიწყებთ როგორც წესი მაღლიდან, ლიდერიდან და სწორად არის გადაწყვეტილი, რომ თქვენ ჯერ ლიდერს აკეთებთ და მერე ჩამოდიხართ ვარჯს. უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ვეგეტატიურ კვირტზე რომ ტოვებთ, სხმოვიარი კვირტები არ აქვს. აქვს მხოლოდ და მხოლოდ ვეგეტატიური კოდი, ესე რომ ვთქვათ. ის ნაყოფს არ მოგცემს, წამოიღებს ყლორტს და ამ ლიდერზე დიდი გახდება, რაც ჩვენ მოვჭერით. ამიტომ თუ იქ სხმოვიარი კვირტს დაინახავთ, უნდა გადაიჭრას, რომ ნაყოფით დამთავრდეს. რომ ახალი ნაზარდი ყლორტი აღარ წამოვიდეს. ის ნაზარდი კი რაც წამოვა ბატონებო და გაიზრდება, შეიძლება ადესაც მიუახლოვდეს, ივლისში უნდა გადაიჭრას, რადგან დამთავრდეს იმისი ზრდა იქ, სადაც დავამთავრებთ, სადაც გადავჭერთ. მცენარეთა შორის მანძილი 1 მეტრია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორ მცენარეს გასაყოფი აქვს 50 სანტიმეტრი იმისია, 50 სანტიმეტრი ამისია. ანუ ტოტი 50 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სანაყოფე კვირტი იმ დიამეტრში ვნახოთ 50 სანტიმეტრის ახლობლად და იქ დავამთავროთ. მაგალითად, აი ამ ტოტზე რო ვიმიჟელოთ, ახლა ისხავს, ხედავთ, რომ სანაყოფე კვირტია, ეს ვეგეტატიური კვირტია, აქ რო გადავჭრა ტოტს მომცემს. აქ რო გადავჭრა აღარ მომცემს. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ვირჩევთ აი ამას. ან შეგვიძლია ისეთ 50 სანტიმეტრი. აქედანაც წამოვა 50 სანტიმეტრი და გაიყოფენ მშვენივრად მოგვარდებიან გვერდი-გვერდი. ეხლა რაც შეეხება აი ესეთ ტოტებს. ამ ხარეს მე სხვა ტოტი არ მაქვს, როგორც ხედავთ, არც ასხია. ეს რო ამოვიღოთ ძირში, ჩემთვის იქნება ეკონომიურად გაუმართლებელი, როგორც ამ სცენარის პატრონის. ამიტომ ამას ვტოვებთ, გადაუჭრელად. რომ გადავჭრათ, დამსხვილდება. იმიტომ დასხვილდება, რომ კვებას მიიღებს, ამას ეხლა საკმაოდ მსხვილი ძირი აქვს. კვებას მიიღებს, თან პირველია. წამოვიდა წვენი გაზაფხულზე, პირველი აი ეს მიიღებს. ჯერ ეს, მერე ეს. და გასხვილდება, რომ გადავჭრათ. ამიტომ ტოვებთ აი ეს ხელდაუდებელს ამ შემთხვევაში და სამწუხაროდ აქ მეორედ მისვლა გვიწევს ზაფხულში, რომ ან გადმოვწიოთ, ან მივაბათ, ან რაღაცა გავაკეთოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ძირიდან 43 გრადუსის დახრილობით. აი ესე რო დავაბათ, არ ექნება ეფექტი. მაინც იგივეს გააკეთებს აპიკალური დომინირება, რაც ახსენით ზეღან ეს მცნება. 43 გრადუსის დახრილობით, დაახლოებით თავიზირთ. აი ამ მდგომარეობაში უნდა მიიბა. აქ რომ მქონდეს სხვა ტოტი ჰორიზონტალური, იმას ამოვიღებდი სიამოვნებით და იმას დავტოვებდი ალტერნატივას. ამიტომ აქ ტოტი გვჭირდება და უნდა მიიღოს. აი ახლო კადრითაც რო ვაჩვენოთ, რა განსხვავება სანაყოფესა და ვეგეტატიურ კვირტს შორის, რომ დაინახოს აყურებელს. სანაყოფე, ვეგეტატიური. სანაყოფე არის გაბერილი, ცოტა მსხვილი დიამეტრის, ეს წამახვილებული, მხოლოდ ნაზარდზეა გადაწყვეტილი. 50 სანტიმეტრზე მოძებნით უახლოეს სანაყოფე კვირტს დავამთავრებთ. ეს პატარა წვრილი ტოტები ძალიან კარგია ჩვენთვის, იმიტომ რომ გაზდაზე არ არიან ორიენტირებული, უფრო სხმაზეა. აქაც 50 სანტიმეტრთან უბრალოდ დავაცალკევებთ, მიბმა აღარ არის საჭირო, მიბმამ უკვე თავისი საქმე გააკეთა, ტოტები მოიყვანა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამას ქვია მოლოზანა ტოტი, რომელიც ცხოვრებაში ამოისხავს. მხოლოდ მიდის და მიდის ლიდერს, აი აქედან კონკურენციას უწევს ლიდერს. ზდაზე ორიენტირებული. ამიტომ ესეთები უნდა ამოვიღოთ ძირში. გოლზე, ეგრეთ წოდებულ გოლზე ამოჭრა. აი ესეთ ტოტები არის ყველაზე საშიში და საფრთხილო, რადგან პირდაპირ მთავარ ღერს უტოლდება და უწევს კონკურენციას. დიამეტრი მისი ძალიან დიდია. დაახლოებით მთავარი ღერძის დიამეტრის 1/3-ს აღემატება თითქმის.
ასეთ შემთხვევაში ტოტი საერთოდ უნდა მოიჭროს გოლზე. გადაჭრა ჯობია უფრო ირიბულად და სუფთად. ამ შემთხვევაში ახლა უბრალოდ სხვა ინსტრუმენტი არ მოგვაჭდა, თუმცა აი ესე რომ გადავჭრეთ მე იმით ხერხით უფრო უკეთესი იქნება. ეს ჩამოხლეჩილები არ ქონდეს რომ არ გახმეს, არ გამოშრეს მერქანი და ტოტმა არ წაიღოს ხმობა. რაც შეეხება დამუშავებას ჭრილობის. აი ამ დიამეტრისას ადვილად შეიხორცებს და შეიდუღებს სცენარე, მაგრამ ეს ცოტა გაუჭირდება თან ღია ჭრილობა ინფექციებისთვის, ვირუსებისთვის, ამიტომ თუ დავამუშავებთ, კარგი იქნება. არის ესეთი პრეპარატი სელაპლასტი. სტანდარტულად მოყვებით შემდეგ ტოტებსაც, ანუ ჩვენი პრიორიტეტი არის ამ შემთხვევაში მთავარ ღერძს გავყვეთ და არა გვერდით. ტოტები ჩვენ არ გვჭირდება. უნდა იყოს ტოტი მთავარი ღერძის მიმართულებით წასული არც იქით, არც აქეთ. თავის ძირს უნდა მიყვებოდეს როგორც ამ შემთხვევაში. რომელიც ვერტიკალურად არის, ვიღებთ ძირში. გადმოწეულია, ტოვებთ, მივაძლევთ შანსს, რომ შემდეგში მოგცეს ნაყოფი. ეს ამოვიღოთ ეგრეთ წოდებულ ჰოლანდიურ გადაჭრაზე, რასაც ეძახით, რომ დაუტოვოთ რკოლი, მაღლა რაც შეიძლება მოკლეკანი ქონდეს და დაბლა გრძელი, რომ დაბლიდან წამოვიღოს ტოტები. ანუ სადღაც აი ესე ირიბულად. ჩვენთვის არის პრიორიტეტული წვრილი ტოტი და არა სხვილი. ამიტომ შვენიერი ტოტია გვერდზე. ამას დავტოვებთ, სხვილს ამოვიღებთ. დაწყებული შტამბიდან უნდა ვიცოდეთ, რომ 60 სანტიმეტრამდე ტოტი არ გვჭირდება. თან ეს გარდა ამისა არის ეს ზონა, სადაც ჰერბიციდი და სხვა პრეპარატები შედის და უბრალოდ მცენარეს არ მიესხუროს თავისუფლად ტოვებთ. დანარჩენ დედა ტოტებზე, როგორც ვთქვით, პრიორიტეტებია ჩვენთვის წვრილი ჰორიზონტალურ მდებარეობაში მოყვანილი ტოტები. უნდა ვეცადოთ, რომ თუ ტოტი ვერტიკალურად დგას, გადავხაროთ 43 გრადუსით და მივაბად. რომელიც უკვე ჰორიზონტალურად არის დავამთავროთ სანაყოფე ტოტით, კვირტით, უბრალოდ ასე მივყვებით ლიდერზე, რაც შეეხება ვეცადოთ, რომ თუ იქ უკვე სანაყოფე კვირტებია ჩასახული, იმაზე დავამთავროთ ვეგეტატიურზე რომ არ მოგვიწიოს და კიდე ახალ ნაზარდებს არ ვებრძოლოთ და თუ არა გვაქვს ამ შემთხვევაში, ვეცოდეთ, რომ ამის გადაჭრის დრო უფრო პრიორიტეტულია ივლისში მოხდეს, ივლისის თვეში. სცენარე, როდესაც უკვე დასრულია და აღარ გვინდა მეტი ზრდა, ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ამას. პატარა სცენარის ლიდერს უცხანაირი მიდგომები აქვს, იქ პირიქით ვახალისებთ და ვეგეტატიურზე ვჭრით, რომ ნაზარდი მოგცეს. მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე დასრული გვაქვს ხეები და ეცადოთ, რომ ლიდერი დავიმორჩილოთ. სულ ეს იყო ახლა რაც გვინდოდა გვეთქვა და ერთად გავგიარა, გისურვებთ ბარაქიან, უხმოსავლიან წელს, სეტყვის გარეშე, მშვიდობას და რავი, კეთილ დღეობას გისურვებთ.